სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, ყოველდღე ვაქვეყნებ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთმიდან, წმინდა მამების გამარტებით, ასევე ქართული წმინდანების შესახებ და ასევე წინასწარმეტყველებზე არხზე შეგიძლიათ ასევე მოისმინოთ ფსალმუნები წმინდა მამის გამარტებით. არის საინტერესო თემები და საკითხები, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია და ესე იგი ყველაზე გვაინტერესებს და გვაწუხებს, ხო? ესე იგი დარჩით არხზე და მიიღეთ ყოველდღე სულიერი საზრდო წმინდა წერილიდან. და აუცილებლად გამოიწერეთ, მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ დაახლოებით 78-16% უყურებს გამოწერვის გარეშე და მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ და ამით თქვენ დაეხმარებით არხს, არხის განვითარებაში და ასევე შეიტანთ თქვენ წვრილს არხის განვითარებაში, რომ ბევრმა ადამიანმა, ჩვენმა ემიგრანტებმა, ასევე საქართველოში მცხოვრები ქართველებმა და ასევე უსინათლოებმაც, თუმცა აქ უსინათლოებას მოისმინონ და ასევე ყურის სმენის პრობლემები სმენის ვისაც აქვს, ესე იგი მათმაც რომ ესე იგი წაიკითხო, რადგან ყველა ვიდეოში არის ქართული ტიტრები. კარგით, დავიწყოთ დღეს, მეგობრებო, არის ვაგრძელებთ ჩვენ კითხვას ვსწავლას ფსალმუნის 62 და ჩვენ ვიწყეთ პირველი მუხლიდან. ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსდობ, წყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ მე არს ხორცი ესე ჩემი ქვეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა. რას ნიშნავს, მეგობრებო, ეს სიტყვები, ანუ წმინდა ბასილი გამარტავს, რომ სული ღმრთისკენ ისწრაფის და ესე იგი წმინდა ბასილი გვასწავლის, რომ ისევე როგორც სხეული წყურვილს განიცდის, სული ღმრთის მადლს ეძებს. და ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გქონდეს სწრაფვა ღვთის მიმართ, უნდა ღვთის ძიებაში უნდა ვიყოთ, უნდა გავჩნდეთ ერთ ადგილას და ესე იგი უნდა გქონდეს, უნდა ვიაროთ, სულ წისვლა უნდა გქონდეს. მეორე მუხლი. ეს რე წმინდასა შინა გუჩვენო, უკაცრავად გეჩვენო შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდება ის შენი. ღმრთის დანახვა, მეგობრებო, სულს აღავსებს. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ღვთის წმინდა სახელში მისი ძალაა და დიდებაა. შემდეგი მესამე მუხლი. რამე თუ უმჯობეს არს წყალობა ის შენი, უფრო ის საცხოვრებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდეს შენ. ღვთის წყალობა ცხოვრებაზე მაღლა დგას, მეგობრებო, და წმინდა ბასილი გვიბიძგებს, რომ მუდამ ვაქოთ ღმერთი მისი მადლისთვის. აი წარმოიდგინეთ, ესე იგი ავდექით დილით, სანამ ესე იგი ავდგებით, ხო, ესე იგი სანამ ვდგებით, ლოგინდა ჯერ ხო დავждეთ, უნდა და ესე დავждებ და უნდა ვთქვათ, აი ეს სამი რამე თქვით, მეგობრებო, უფალო დიდება შენ და უფალო მადლობა ყველაფრისათვის. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. აი ეს სამი მუდამ სულ გაიმე, აი როგორც დგები, სანამ ადგებით, აი ეს თქვით, მეგობრებო, და უფრო კარგი იქნება და უფრო ესე იგი უფრო აჯობებს, რომ ადგებით ლოგინდად, მოიდრეკეთ მუხლებზე და ეს თქვით, ეს სამი რამ თქვით მუხლებზე. კარგით, შემდეგი ვაგრძელებთ მეოთხე მუხლი. ესრეთ გაკურთხებდე შენ ცხოვრებასა ჩემსა და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი. ანუ ღვთის ქება მარადიულია და წმინდა ბასილი გვასწავლის, რომ ესე იგი ჩვენ ცხოვრებით, მეგობრებო, ჩვენ ცხოვრებით უნდა ღვთის სახელს უნდა ვადიდებდეთ, ხო, და არა ესე იგი მარტო ბაგეებით, ანუ ესე იგი სიტყვებით, ხო? აი ესეთი წმინდა წერილში არის ესეთი სიტყვები, რომ რწმენა
რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმით დავამტკიცოთ, ხო? კარგად, მეხუთე მუხლი. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგეთა გალობისაითა გაქებდეთ შენ პირი ჩემი. ესე იგი ღმერთი სულს აკმაყოფილებს წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი რომ ღვთის ქება სულს ისე ავსებს, როგორც საზრდო სხეულს. შემდეგ მეექვსე მუხლი, უკუე თუმცა მოგიხსენე შენ სარაცელთა ჩემთა ზედა სისქარსამცა გევედრებოდე შენ. ანუ ღმერთი ყოველთვის გვახსოვს ჩვენ და წმინდა ბასილი ამბობს, რომ დღე და ღამე ვილოცოთ, რადგან ღმერთი ჩვენთანაა, ხო? რამე თუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. ნახეთ, წმინდა ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი ჩვენი ფარველია და წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ღვთის ფრთებ ქვეშ სიხარულსა და დაცვას ვპოვებთ ჩვენ. მერვე მუხლი, მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენაი შენი. მეგობრებო, მე აუჩქარებლად და ნელა ვკითხულობ სპეციალურად, რომ ესე იგი უფრო კარგად გასაგები იყოს, რომ მოასწროს ადამიანი, ესე იგი ანალიზის კეთება უწევ წამებში და ესე იგი ამიტომ ვკითხულობ ნელა. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენაი შენი. ანუ რას ნიშნავს ღმერთი, მეგობრებო, გვაძლევს, უბრალოდ გვაცავთ, ღმერთი გვაძლიერებს და წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ სული, რომელიც ღვთისკენ ისწრაფვის, მისი ძლიერი ხელითაა დაცული. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთაღდნენ იგინი ქვესკნელთა ქვეყანისათა. ღმერთის ჯის ბოროტს, ხო, და ესე იგი ჩვენ წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ მტრები, რომლებიც ჩვენ სულს ეძებენ, თავიანთ სოდვაში ჩაიქცევიან. მიეცნენ იგინი ხელთა מחვილისაითა, ნაწილად მელთა იყვნენ იგინი. ესე იგი ბოროტი თავს საჯელს მიიღებს და წმინდა ბასილი ამბობს, რომ ღვთის სამართალი ანადგურებს მათ, ვინც ბოროტებას ჩადის. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს არის შეგახსენებთ 62 ფსალმუნი და მე-11 მუხლი, ბოლო მუხლია. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმარდა იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამე თუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა. წმინდა ბასილი, მეგობრებო, გამარტავს ამ სიტყვებს შემდეგნაირად. მართალი ღმრთისაკენ ხარობს და წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ღვთის ერთგულნი სიხარულს პოულობენ, ხოლო სიცრუეს მთქმელნი განისჯებიან. ღმერთმა შეგიწიროთ, აუცილებლად წაიკითხეთ ფსალმუნები და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ.